22 მარტს ბუქარესტში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება მონასტრის წინამძღვარმა პროტოსიგნელ ვიჩენციუ ობორჩანომ აღავლინა. პანაშვიდს ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და მრევლის წევრები. მონასტრის მგალობელთა გუნდის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შესრულდა ქართული საგალობლები. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა. თქვენო აღმატებულებო, ძვირფასო ქრისტეს მიერო დებო და ძმებო, უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პატივი მივაგოთ მის უწმინდესობა ილია მეორეს. სრულიად საქართველოს ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე კათოლიკოს პატრიარქს დღეს ანთიმოზ ივერიელის მონასტერში. როგორც იცით, რუმინეთის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბანატის მიტროპოლიტი იოანე, პატრიარქის მრჩეველი ეპისკოპოსი ვარლაამი პლოიეშტიდან და საპატრიარქოს საინფორმაციო სააგენტო ბაზილიკას წარმომადგენელი მამა ნიკოლაი ეპტიმიუ იმყოფებიან თბილისში პატრიარქის დაკრძალვაზე. დღეს მთელი საქართველო გლოვობს. საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, უდიდესი სულიერი ლიდერი, რომელმაც თავისი ცხოვრება ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და თავის ხალხზე ზრუნვას მიუძღვნა. ეს უდიდესი დანაკარგია საქართველოსა და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. მისი უწმინდესობის გარდაცვალება ღრმად პირადულია ქართველებისთვის, რადგან მან ხალხის გულების სიყვარულით აავსო და თავადაც დიდი სიყვარული მიიღო ხალხისგან. მისი უწმინდესობა პატრიარქი ილია მეორე არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და სინდისი იყო, თაობების გზის გამკვალავი, რწმენის მცველი და გამძლეობის სიმბოლო. ის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა 1700 წლის ქართულ ეკლესიას, კომუნისტური დროის ათეიზმის სიბნელიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ომებისა და პოლიტიკური კრიზისების პერიოდში ის ყოველთვის ყველაზე სანდო, სულიერი და ეროვნული ლიდერი იყო. მისი უწმინდესობა ილია მეორის სახელი განუყოფელია საქართველოში ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და მშენებლობისგან საბჭოთა ეპოქიდან ჩვენს დრომდე. მისი მსახურების საკვანძო მომენტს წარმოადგენდა 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. მისი უწმინდესობა წერდა ხატებს, ქმნიდა მუსიკას, აშენებდა ბაღებს და მხარს უჭერდა პოლიფონიურ გუნდებს. მისი უწმინდესობა პატრიარქი ილია მეორე იყო სულიერი ლიდერი, რომლის მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოსა და მთელი ქრისტიანული სამყაროს გულებში. ჩვენ გვჯერა, რომ მისი ლოცვა, მისი სწავლება და მისი უსაზღვრო სიყვარული საქართველოს მიმართ მარადიულია და ემშვიდად განისვენოს მისმა სულმა და გზა გაგვიკვალოს მისმა მემკვიდრეობამ. აღსანიშნავია, რომ რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა კვირის მსახურება მისი უწმინდესობის ხსოვნას მიუძღვნა. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა საქართველოს ეკლესიის მეთაურის დაკრძალვის ცერემონია რუმინეთის საპატრიარქოს საინფორმაციო სააგენტო ბაზილიკას მიერ. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პატივის მისაგებად რუმინეთის საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. საქართველოდან გამგზავრებამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს სენატისა და ჩხოროწყოს მიტროპოლიტ შიოს და წმინდა სინოდის წევრებს საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდნენ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.